გენები თუ გარემო, ბოლო-ბოლო რომელი უფრო მნიშვნელოვანია? ამ ეპიზოდის პირველ ნაწილში გავიგეთ, რომ გენებს საკმაოდ მაღალი, საშუალოდ 30-დან 70%-მდე გავლენა ქონია ჩვენს ცხოვრებაზე. ეს ნამდვილად მაღალი პროცენტი არის, მაგრამ არა 100%. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენ ცხოვრებას, არის ის გარემო, სადაც ვიზრდებით და სადაც ახლა ვართ. მაგრამ როგორ გონია, რა წლები გვემატება? გარემო უფრო მნიშვნელოვანი ხდება თუ გენები? ანუ გენების გავლენა იზრდება ასაკთან ერთად თუ პირიქით მცირდება? აქ ბევრი უპასუხებს, გენეტიკის გავლენა ასაკთან ერთად მცირდებაო. მეც ასე მეგონა დიდხანს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. რაც უფრო ვიზრდებით და წლები გვემატება, გენეტიკის გავლენა ჩვენ ცხოვრებაზე უფრო და უფრო იზრდება. გასაოცარია, ხო? მაგრამ მოდი დავიწყოთ თავიდან, რომ გავიგოთ რატომ. ბავშვობაში მეზობლად მყავდა 2 ტყუპი და სხვადასხვა კვერცხუჭრედის ტყუპები, არა იდენტურები და ცხოვრობდნენ ძალიან რთულ გარემოში. უკიდურესი სიღარიბე, მამა სვავდა, ხშირად ემოციურად და ფიზიკურადაც ძალადობდა დებზე და დედაზე. ამასინათ ერთ-ერთ დასს გადავაწყდი სოციალურ ქსელში და აღმოჩნდა, რომ სტუდენტობისას წასულა საბერძნეთში, იქ მოხუცებს უვლიდა, შემდეგ ჩაუბარებია უნივერსიტეტში იტალიაში და დღეს კლინიკური ფსიქოლოგია ეხმარება ისეთ ბავშვებს, რომლებსაც იგივე პრობლემები აქვთ, რაც მას ჰქონდა ბავშვობაში. მეორე დის ამბავი რომ მოვიკითხე, ის გამუდმებით სახში ზის, აგორაფობიით იტანჯება. აგორაფობია ეს მენტალური დაავადება, როდესაც ადამიანს პანიკური შიში აქვს გახსნილი სივრცის და ძირითადად ადამიანები სახში სხედან თუ რთული ფორმა აქვთ. რამ განაპირობა ორი დის აბსოლუტურად განსხვავებული რეაქცია ერთი და იგივე გარემოზე? მეცნიერები ამაზე გიპასუხებენ, მათ 50% გენები ჰქონდათ განსხვავებული და შესაბამისად რეაქციაც იყო სხვანაირიო. ერთმა დამ ეს გარემო აღიქვა როგორც მისი მთავარი გამოწვევა და განავითარა რომ ის მოყვარეობა თავდადება რომ როგორმე ამ გარემოსგან თავი დაეღწია. მეორე დაზე კი ამ გარემომ სხვანაირად იმოქმედა და მისი დეპრესიისკენ მიდრეკილი გენების გააქტიურება მოახდინა. ასეა, გარემო არ არის რაღაცა განცალკევებული მოვლენა, რომელიც გვემართება. ჩვენი გენეტიკა დიდწილად განსაზღვრავს როგორ აღვიქვავთ გარემოს და როგორ რეაგირებთ მასზე. ზუსტად ამიტომაც უამრავი ადამიანი, რომელიც უყურებდა ბავშვობაში მამის ალკოჰოლ და ნარკო დამოკიდებულებას, კატეგორიულად წყვეტს ცხოვრებაში, რომ არასოდეს გაეკაროს რომელიმე ნივთიერებას, მაგრამ სამწუხაროდ ამათზე უფრო მეტია იმათი რიცხვი, ვინც მამის კვალს მიყვება, იმიტომ რომ ამ ადამიანებს მემკვიდრეობით არ მხოლოდ მძიმე გარემო ერგოთ, არამედ ის გენები, რომელიც ხდის მიდრეკილს დამოკიდებულებისკენ. დიახ, ის რეაქცია, რაც ჩვენ გარემოზე გვაქვს, ძალიან დიდწილად არის ნაკარნახები ჩვენი გენებით. გარდა იმისა, რომ გენები განაპირობებენ ჩვენს რეაქციას გარემოზე, ასევე ისინი პირდაპირ ცვლიან ჩვენს გარემოს. აი წარმოიდგინე ბავშვი, რომელსაც არაჩვეულებრივი მუსიკალური ნიჭი აქვს. მას ხშირად აქებენ ამის გამო, ამიტომაც ის უფრო ხშირად უკრავს ფორტეპიანოზე, მერე აბარებს კონსერვატორიაში, მერე უკრავს ორკესტრში. ეს ორკესტრი და კონსერვატორია არის მისი ეგრეთ წოდებული გარემო. მაგრამ რამ განაპირობა ის, რომ ამ გარემოში მოხდა? რა თქმა უნდა, მისმა გენეტიკურმა მიდრეკილებამ მუსიკისადმი. ან მეორე მაგალითი, ცნობილია, რომ ბავშვებს, რომლებსაც ბევრს უკითხავდნენ მშობლები, უფრო უყვართ კითხვას დასრულობაში. მაგრამ რატომ უკითხავდნენ მშობლები ბევრს? იმიტომ ხომ არა, რომ მათ ბავშვობაშივე ჰქონდათ მიდრეკილება შემეცნებისაკენ და კითხვისაკენ, როცა მშობლები უკითხავდნენ, ბავშვი სიამოვნებდა და ამიტომაც საბოლოო ჯამში მშობლები უფრო მეტ საათს ატარებდნენ კითხვაში. შეიძლება იგივე მშობლები სხვა ბავშვთან იმავე სტილობდნენ, მაგრამ არ გამოსდიოდათ, რადგან ბავშვს თამაში უფრო უნდოდა. გარედან რომ შეხედოთ, თითქოს გარემომ, ანუ მშობლების ქცევამ განაპირობა ბავშვის წიგნისადმი მიდრეკილება, მაგრამ სინამდვილეში ხშირად თავად ბავშვის გენებმა განაპირობა შეცვლილი მშობლების ქცევა. მეტიც ადამიანი რომელ ქვეყანაში და როგორ ქალაქში იცხოვრობს, ესეც ნაწილობრივ ნაკარნახებია გენებით. მაგალითად 1950-იან წლებში ქვანახშირის მოპოვება ბრიტანეთში ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკის ნაწილი იყო, ამიტომ იყო ქალაქები, სადაც ბევრი ადამიანი მუშაობდა ქვანახშირზე. როდესაც სხვა ენერგორესურსები წამოვიდა წინა პლანზე, ქვანახშირის მომპოვებელი ქალაქები დასუსტენ და ქალაქი იცვლებოდა ადამიანებისაგან. გენეტიკოსები დააკვირდნენ იმ ადამიანის გენებს, რომლებმაც აირჩიეს დიდ ქალაქებში გადასვლა და შეადარეს მათი გენები მაცას, ვინც დარჩა იმავე ქალაქში. აღმოჩნდა, რომ ამ დიდ ქალაქში მცხოვრებ ადამიანების გენები უფრო მიდრეკილი იყო განათლებისაკენ. ესე იგი, არა მხოლოდ გარემომ განაპირობა ის, რომ დაეტოვებინათ თავიანთი ძველი ქალაქი, არამედ მათმა გენეტიკურმა მიდრეკილებამ, რომ აირჩიათ დიდ ქალაქში ცხოვრება. მეტიც არსებობს ასეთი თეორია, რომ რაც უფრო შორს წავიდა ჰომო საპიენსი აფრიკიდან, მით უფრო განვითარებული ჰქონდა მას რისკის აღებისკენ გენეტიკური მიდრეკილება. ესე იგი, რომელ ქვეყანაში დაიბადები, ამაზე შენ გენებს გავლენა არ აქვს, ეს უფრო შენი წინაპრების
გენების გავლენაა, მაგრამ შენ რომელ ქვეყანაში და ქალაქში გადაწყვეტ ცხოვრებას, ეს თურმე ნაწილობრივ შენი გენებით არის ნაკარნახები. ეს იყო მაგალითები იმის, როგორ პირდაპირ ახდენს გავლენას ჩვენი გენეტიკა იმ გარემოზე, რომელსაც ვირჩევთ. მაგრამ არსებობს კიდე არაპირდაპირი გავლენა. მაგალითად, ბავშვი დაიბადა ძალიან ლამაზი იმ სოციუმის სტანდარტებისთვის, სადაც დაიბადა. მას უფრო მეტად აქებენ, უფრო მეტი თაყვანისმცემელი ყავს, სამსახურში აყვანის შანსებიც უფრო მაღალი აქვს. არადა მას არაფერი არ გაუკეთებია, მხოლოდ მისი სახის მოყვანილობის გენებმა შეცვალა გარემოს დამოკიდებულება მისადმი. აქ შეიძლება იკითხოს სამსახური რა შუაშიაო, სამწუხაროდ შუაშია. ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს. ორ იდენტური კვალიფიკაციის მქონე CV-ს აგზავნიდნენ სხვადასხვა ვაკანსიებზე. ერთში იყო სასიამოვნო გარეგნობის ფოტო, მეორეში ნაკლები გარეგნობის ადამიანის ფოტო. ძალიან მაღალი პროცენტით გასაუბრებაზე იბარებდნენ მხოლოდ იმ კანდიდატებს, ვინც ვიზუალურად უფრო კარგი ჩანდა. არადა კვალიფიკაცია ამ ორ CV-ში იდენტური იყო. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენს კარიერაზე ახდენს გავლენას ისეთი რაღაცეები, რომელიც რაციონალურ კავშირში ჩვენს ცოდნასთან და გამოცდილებასთან არ არის. ხო და რომ დაუბრუნდეთ გენებს და გარემოს. აღმოჩნდა, რომ ის, რასაც გარემოს ვაძახით, ისიც დიდწილად ნაკარნახები ყოფილა გენებით. ერთი, რომ ჩვენი აღქმა გარემოსი და რეაქცია არის ჩვენი გენეტიკით ნაკარნახები. მეორე, ჩვენ და უნებურად სხვა ადამიანის ქცევა ჩვენს მიმართ იცვლება იმის და მიხედვით, როგორი გენები გვაქვს და მესამე, ჩვენ ვირჩევთ ისეთ გარემოს, რომელიც ჩვენს გენეტიკურ მიდრეკილებებთან თანხვედრაშია. ამისი ყველაზე საოცარი მაგალითი არის მეგობრები. აი დღეს მე და შენი გენები რომ წავიკითხოთ და შევადაროთ ერთმანეთს. წესი და რიგით ჩვენ შორის დამთხოვა უნდა იყოს 0, იმიტომ რომ არ ვართ სისხლით ნათესავები. მაგრამ შენი გენები რომ შევადაროთ შენი მეგობრისას, იქ იმხელა დამთხოვა იქნება თითქოს ის შენი მეგობარი იყოს მეორე რიგის ბიძაშვილი. თურმე ჩვენ მეგობრებს ვირჩევთ გაუცნობიერებლად ჩვენი გენეტიკური სიახლოვით. ამ ფენომენს ქვია ჰომოფილია, როცა მსგავს მოწონს თავის მსგავსი. ამას არ ჭირდება ბევრი სამეცნიერო კვლევა, პარკში რომ დაждდე და შეხედო, როგორი ადამიანები დადიან ერთად, ან კაფეტერიაში შეიხედო უნივერსიტეტის, ნახავ რომ უფრო მეტად ერთნაირი გამომეტყველების, გარეგნობის და ჩაცმულობის ადამიანები ერთად ისხდებიან. ამისი მიზეზი დიდხანს გვეგონა ის იყო, რომ ჩვენ ჯგუფის წევრები ერთმანეთზე ძალიან დიდ გავლენას ვახდენთ. ეს ნაწილობრივ ახლაც სიმართლეა, მაგრამ თავდაპირველად რატომ ავირჩიე ჯგუფი? თავდაპირველად რატომ დაუმეგობრდი კონკრეტულად ამ ადამიანებს და არა სხვას? აღმოჩნდა, რომ სწორედ გენები ახდენს ამაზე გავლენას და ჩვენ ვიზიდავთ ისეთებს, რომლებიც ჩვენ გვგვანან. მეტიც, მეცნიერებს უნდათ ენახათ, რომელ გენებში იყო აი ეს მსგავსება ყველაზე მეტად გამოხატული და 3 მახასიათებელი გატესტეს: სიმაღლე, წონა, უпростоრედ BMI, წონის და სიმაღლის შეფარდება და განათლებისაგან მიდრეკილება. აღმოჩნდა, რომ სიმაღლის მიხედვით ჩვენს მეგობრებს არ ვირჩევთ, მეგობრების დნმ-ი ერთმანეთს საერთოდ არ გავდა სიმაღლეში. მაგრამ როცა დააკვირდნენ წონას და განათლებისაკენ მიდრეკილებას, აქ მეგობრები ისე გავდნენ ერთმანეთს, თითქოს პირველი რიგის ბიძაშვილები იყვნენ. საშუალოდ 12.5% მათი დნმ-ური ვარიაციის იყო თანხვედრაში. აღმოჩნდა, რომ სასიყვარულო პარტნიორებსაც აი ამ ფარული გენეტიკური მსგავსებით ვირჩევთ, მაგრამ რომელ თვისებებში ამაზე სხვა ეპიზოდში მოგიყვები. ხო და რომ დაუბრუნდეთ თავარ კითხვას, რატომ იზრდება გენების გავლენა ასაკთან ერთად? იმიტომ, რომ ბავშვობაში უფრო მეტი არის შემთხვევითი მოვლენები. რომელ ბაღში წაგიყვანენ, რომელ სკოლაში შეგიყვანენ მშობლები, როგორი მასწავლებელი გეყოლება ფიზიკაში. ამაზე შენს გენებს ნაკლები გავლენა აქვს. მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო შენ იქმნი იმ გარემოს, რომელიც შენ გენეტიკურ მიდრეკილებებთან თანხვედრაშია. ალბათ ამიტომ ხედავენ გენეტიკოსები წლებთან ერთად გენეტიკის უფრო დიდ გავლენას. ახლა ისე გამოვიდა, თითქოს გენებია მთავარი და ჩასახვისთანავე ჩვენი ცხოვრება გაწერილია. ეს კატეგორიულად არასწორია. გენები არ არის ბედისწერა. ის არის ჩვენი შესაძლებლობების და მიდრეკილებების ინსტრუქცია. მინდა გაიხსენოთ, რომ ისეთი მახასიათებელი, რომელზეც ყველაზე მაღალი გავლენა აქვს გენებს, მაგალითად სიმაღლე, ისიც არ არის 100%-ით გენებით განპირობებული. 10% არის ის გარემო, ანუ როგორ იკვებებოდი და იღებდი თუ არა სათანადო მინერალებს და ყველა სხვა დანარჩენი ფსიქოლოგიური თუ პერსონალური მახასიათებელი მხოლოდ 30-70%-ით არის განპირობებული გენებით. გარემო ახდენს გავლენას იმაზე, თუ რომელი გენეტიკური მიდრეკილებები გამოვლინდება ჩვენში. აი მაგალითად უკრაინელი ბავშვი, რომელიც 2022 წელს იყო 6-7 წლის და ჰქონდა არაჩვეულებრივი ნიჭი ვიოლინოზე დაკვრის. მან ამ ომის გამო ვერ შეძლო ვიოლინოს გაკვეთილებზე სიარული და უკვე გამოტოვა ის კრიტიკული პერიოდი, რომელიც ითვლება, რომ აუცილებელია თითების გასავარჯიშებლად, რომ მე შეძლო გენიალურად დაკვრა. ომმა განაპირობა ის, რომ ის ვერასდროს გახდება ისეთი გენიალური მუსიკოსი, როგორიც მას პოტენციალით შეეძლო. არც მისი გენების, არც მისი მშობლების გენების ბრალია უკრაინის ომი. აი კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც
რომელიც მეცნიერებს უყვართ, იმიტომ რომ სტატისტიკურად კარგად აქვთ შესწავლილი. ვიეტნამიდან, როდესაც ჯარისკაცები ბრუნდებოდნენ, მათი უმეტესობა ეწეოდა სიგარეტს. იცით, რომ ამერიკაში ძალიან დიდი ანტიკამპანია იყო სიგარეტის წინააღმდეგ და არის. ამიტომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ეწევა. დიდი ნაწილი ამ ჯარისკაცების თავს ანებებდა სიგარეტს, როგორც კი სამშობლოში ბრუნდებოდა. რაღაც ნაწილი კვლავ აგრძელებდა მოწევას. გენეტიკოსები ადარებდნენ ამ ადამიანების გენებს, მათ ვინც შეძლოდა სიგარეტს თავი დაანება. აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ გენეტიკური მიდრეკილება ნიკოტინზე დამოკიდებულებისადმი. მაგრამ ასეთი მიდრეკილების მქონე ადამიანები მრავლად არიან შეერთებულ შტატებში და ისინი არ ეწევიან. სწორედ ომმა და სტრესმა ეს გენეტიკური მიდრეკილება გააღვიძა მათში და თანაც აღმოჩნდა, რომ ისინი ერთი კოლოფით უფრო მეც ეწეოდნენ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებსაც იგივე გენეტიკური მიდრეკილება ჰქონდა, მაგრამ ომში ნამყოფი არ იყო. აი, კარგი მაგალითი, იგივე ამ ჯარისკაცებს ამერიკის მთავრობა თავაზობდა სწავლის დაფინანსებას, თუ ისინი მოინდომებდნენ სწავლას. რაღაც ნაწილმა ეს შესაძლებლობა გამოიყენა და ჩააბარა კოლეჯში. აი, სწორედ ამ ჯარისკაცებს დააკვირდნენ გენეტიკოსები და აღმოაჩინეს, რომ ამ ჯარისკაცებს ჰქონდათ გენეტიკური მიდრეკილება განათლებისადმი. მაგრამ რომ არ ყოფილიყო ეს მთავრობის ინიციატივა, ადამიანები ვერასოდეს გაიგებდნენ, რომ მიდრეკილება ჰქონდათ განათლებისაკენ. დიახ, გარემო დიდწილად ახდენს გავლენას იმაზე, რომელი გენეტიკური მიდრეკილებები გამოვლინდება. წარმოიდგინე ადამიანი, რომელსაც მიდრეკილება აქვს ამბიციურობისაკენ, აგრესიულობისაკენ და რისკის აღებისაკენ. ის ადამიანი თუ დაიბადა ისეთ გარემოში ან ეპოქაში, სადაც კრიმინალური მენტალიტეტი იყო დომინანტი, ეს ადამიანი შეიძლება გახდეს ბანდის ლიდერი და სიცოცხლე ციხეში დაამთავროს. მაგრამ თუ იგივე ადამიანი დაიბადა ინდივიდუალისტურ და კაპიტალისტურ გარემოში, სადაც განათლება და ბიზნესი არის წახალისებული, ეს ადამიანი შეიძლება მოგვევლინოს ბიზნეს ლიდერად. ასე რომ გენები თუ გარემო ეს იმთავითვე არასწორი შეკითხვაა. ისე არის გადაჯაჭვული გენები და გარემო, რომ მათი განცალკევება ძალიან რთულია. ერთის მხრივ გენები ახდენენ გავლენას იმაზე, რა გარემო გვექნება და მეორეს მხრივ გარემო განაპირობებს იმას, რომელი გენეტიკური მიდრეკილებები მანიფესტირდება. და საბოლოო ჯამში მეცნიერები თანხმდებიან შემდეგ მოდელზე. აი, მაგალითად, მე თუ გენეტიკური მიდრეკილება მაქვს დეპრესიისაკენ და შენ არ გაქვს. მე შეიძლება ერთი ტრაუმული მოვლენის შედეგად განმევითარდეს დეპრესია და შენ შეიძლება სამი ასეთი ტრაუმული მოვლენა გამოიარო და დეპრესია არ დაგემართოს, მაგრამ მეოთხე სტრესორიც თუ მოხდა შენ ცხოვრებაში, მაშინ შეიძლება განვითარდეს დეპრესია. აქ ციფრები პირობითია, იდეა ის არის, რომ შენ შეიძლება გენეტიკური მიდრეკილება გქონდეს, მაგრამ არ შეგხვდეს არც ერთი სტრესორი, რომელიც ამ მიდრეკილებებს გამოავლენს. შეიძლება რაღაცა კარგი მიდრეკილებები გქონდეს, რომლის გამოვლენაც ვერ მოხდება, თუ არ მოხდი შესაბამის გარემოში. როგორი საოცარი ბიზნეს ან მეცნიერების ნიჭიც არ უნდა გქონდეს, თუ ხარ ქალი და დაიბადე დღევანდელ ავღანეთში, შენ ამ გენების რეალიზებას ვერ მოახერხებ. ხო და რაში გვჭირდება ამ ყველაფრის ცოდნა? პირველ რიგში უნდა გავაცნობიეროთ, რომ უმეტეს შემთხვევაში არ არსებობს კარგი და ცუდი გენი. ყველა გენი, რომელიც ევოლუციამ შემოგვინახა, იმიტომ შემოგვინახა, რომ ის კონკრეტულ გარემოში იყო უპირატესობა. მაგალითად, ის გენი, რომელიც გვასუქებს, ანუ ცხიმებს უფრო მეტად ინახავს. ეს გენი იმ გარემოში, სადაც საკვები იყო ძალიან ლიმიტირებული, პირიქით გადარჩენისთვის ძალიან კარგი იყო. ეს გენი დღევანდელ გარემოშია პრობლემა. ან მაგალითად, გოგო, რომელიც მიდრეკილია მრგვალი ფორმებისაკენ და დაიბადა საფრანგეთში. ეს გენი თითქოს არის მისი ნაკლი, მაგრამ რომ დაბადებულიყო ლათინურ ამერიკაში, სადაც ასეთი ფორმები მოწონთ, პირიქით ეს გენი მისი უპირატესობა გახდებოდა. ჩვენ ყველას გვაქვს ეგრეთ წოდებული კარგი და ცუდი გენები. მაგალითად, მარადონას არაჩვეულებრივი გენები ჰქონდა ფეხბურთის თამაშის, მაგრამ ამავდროულად დამოკიდებულებისაკენ მიდრეკილებაც. მთავარი ის კი არ არის, რომელი გენები გვაქვს. მთავარი არის, როგორ ვიქმნით იმ გარემოს, რომ ჩვენი ეგრეთ წოდებული კარგი გენების მანიფესტირება მოხდეს და არ შევიქმნათ ის გარემო, სადაც ჩვენი დასნეულებისაკენ მიდრეკილებები გამოვლინდება. ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? ჩვენ უნდა დავკონცენტრირდეთ იმაზე, რა გამოგვდის ჩვენ კარგად. მაგალითად, მე ძალიან დიდხანს ვცდილობდი დავსგავსებოდი ჩემს მეგობარს, რომელიც არის ძალიან დისციპლინირებული, ყველაფერს გეგმავს, ყველაფერს თავის დროზე აკეთებს. მე ბუნებით უფრო სპონტანური, უფრო აღმოჩენებისკენ, უფრო რისკიანობისკენ მიდრეკილი ადამიანი ვიყავი. ბევრი ენერგია და რესურსი ჩავდე, რომ გავხტარიყავი უფრო ესეთი დაგეგმარების მოყვარული. ხანდახან გამომდის ხოლმე, მაგრამ გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ძალიან მალე ისევ ამ ჩემს სპონტანურ ბუნებას ვუბრუნდები. მე მივხვდი, რომ მე სხვების უპირატესობებზე კი არ უნდა დავკონცენტრირდე და იმაზე ვიმუშაო, რაც გენეტიკურად არ არის ჩემი მიდრეკილება, არამედ დავკონცენტრირდე იმაზე, რაც მე ბუნებრივად გამომდის. შენ როგორ უნდა გაიგო რა არის შენი გენეტიკური მიდრეკილება? პირველ რიგში გაიხსენე ბავშვობაში რითი თამაშობდი, რისი კეთება გინდოდა, რა იყო შენი ოცნებები. შემდეგ გადახედე შენ ცხოვრებას და დღევანდელ
ძველ ყოველდღიურობას და ჩამოწერე რა არის ის, რაც ძალიან გსიამოვნებს, რა არის რაც ნაკლებად და რა არის ის, რაც გეზიზღება. აი, ასეთ დაკვირვებაში დიდი შანსია მიხვდე რა არის შენი გენეტიკური მიდრეკილება, მაგრამ თუ ასე არ გინდა და გინდა კონკრეტულად ბიოლოგიურად იცოდე როგორი გენეტიკური მიდრეკილებები გაქვს, შეგვიძლია თუ არა ჩავაბაროთ ანალიზი და გავიგოთ როგორია ჩვენი გენეტიკური პროფილი. და თუ არ მოგვეწონა ეს პროფილი, შეგვიძლია თუ არა შევცვალოთ ჩვენი გენები. აი, ამაზე ვისაუბრებ შემდეგ ეპიზოდში, შემდეგ სპინამდე.